საქართველოს ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან მიერთებული ქვეყნების სიაში არ ფიგურირებს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობაში გამართულ ბრიფინგზე აცხადებენ. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში განმარტეს, ფაქტი, რომ საქართველოს ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში არ არის, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ირანთან ურთიერთობები პრიორიტეტულია. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ევროპულ სანქციებს არ შეუერთდა. მმართველი გუნდის განმარტებით ისინი ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. არაერთი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება აერენაზე იყო ისეთი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მიღებული, რომელიც ნათლად აჩვენებს თუ სად დგას ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში ივანიშვილის ოცნება. ამ შემთხვევაში საუბარია, რა თქმა უნდა, იმ რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებზე, რომელიც არის ტერორიზმის დამფინანსებელი, რომელიც არის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი თავისუფალ სამყაროს ლიდერის მთავარი მტერი რეგიონში და გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, გასაგებია თუ რას ნიშნავს, როდესაც არც ერთ ასეთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის სანქციების კუთხით არ ფიგურირებს ხოლმე საქართველოს და ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ ეს არ გახლავთ გასაკვირი უკვე არავისთვის, რომ საქართველოს არ უერთდება ევროპულ სანქციების პოლიტიკას. კანდიდატი ქვეყანაა თურქეთის, კანდიდატი ქვეყანაა სერბეთის და ისინი არ შეუერთდნენ. და ეს ყველა მიცოდეს და მილიონჯერ გავიმეორეთ და არ მოგწყინდება ამის გამეორება. საქართველოს ნებისმიერ რეზოლუცია შეუერთდება ან არ შეუერთდება. ეს რეზოლუცია იქნება თუ სხვა ნაბიჯი პოლიტიკასთან დაკავშირებული საერთაშორისო გადადგამს, არ გადადგამს, მხოლოდ ერთი ტესტით. ეს საქართველოს ინტერესებში შედის იმ წუთში თუ არ შედის. თუ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, საერთოდ არ გვაინტერესებს ვისი ინტერესებშია მე. და ეს არის განსხვავება ჩვენსა და იმ უსამშობლოებს შორის, რომლებიც ჯერ პირველ რიგში სხვის ინტერესებზე ფიქრობენ და მეორე საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენი ტესტი ასეთია. რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას, პირველ რიგში გაივლის ტესტს, ეს ჩვენ ინტერესებში შედის თუ არა. თუ ჩავთვლით, რომ არ შედის, არ გადავდგავთ. და ეს იცოდეს ყველა.